20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება გამომგონებლები, ავიატორები, ახალგაზრდა მეცნიერები საქართველოში გამართული კვირეულის ფარგლებში ერთმანეთს სხვადასხვა გამოფენაზე ხვდებოდნენ და გამოცდილებას უზიარებდნენ. დეტალები კი ნახეთ ზვიად თხელიძის, ვახტანგ ლეკიაშვილის და თამარ აქიაშვილის საავტორო რეპორტაჟში. 42 წლის მამუკა სანაია პროფესიონალი მოდელისტი გამომგონებელია. მახათას მთაზე ხშირად ადის, რომ საკუთარი ხელით აწყობილი ჰექსოკოპტერით, ანუ ერთძრავიანი მოდელით თვალის მომჭრელი ვირაჟები აკეთოს. ამბობს, რომ მაგარი ადრენალინია. ეს არის ჩემი ხობი, რომელმაც გამიტაცა უკვე რამდენიმე წელია. ანუ შეგრძნება ისეთია, რომ ვერ გამოხატავ, ანუ ადრენალინი, სიამოვნება და რო ხედავ, რომ გემორჩილება მოდელი და რაც გინდა იმას აკეთებს, დიდი სიამოვნებაა. მახათას მთიდან თბილისში უბრუნდებით. მისი კიდევ ერთი შვილობილი უნდა გამოვცადოთ. მამუკას კვადროკოპტერს 1000 მეტრ სიმაღლეზე შეუძლია აფრენა. 2-3 კილომეტრის რადიუსით კი 15-20 წუთის განმავლობაში დაფრინავს. კვადროკოპტერზე დამაგრებული ვიდეო კამერებით ვახტანგ გორგასალს თვალი გავუსწორეთ. და მეტეხის ტაძარს ზემოდან დავხედეთ. მამუკა სანაია ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა გამომგონებელთა გამოფენაზე გავიცანით. მისი ნამუშევრების გვერდით თვითფრინავის ქაღალდის მაკეტები შევნიშნეთ. მაკეტები გამოფენის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს 13 წლის არჩილ როსტიაშვილს ეკუთვნის. მოდელები ცოტახნით უყურადღებოდ დარჩნენ. არჩილი და მასზე უფროსებით საავიაციო უნივერსიტეტის სტენდს ვერ შორდებოდნენ. არჩილი მერვე კლასის მოსწავლეა. არც სკოლაში და არც კლასში მისი გატაცების შესახებ არაფერი იცოდნენ. ეს ამბავი სულ ახლა გავიგეთ. თელმა კლასმა ერთად ასე ვფიქრობ, რომ სიურპრიზი გაგვიკეთა. მე მგონი დასაფასებელია ამ ასაკში ადამიანისთვის ასეთი რამის გამოგონება, იმიტომ რომ იშვიათია ძალიან ეს რაღაცები, მით უმეტეს საქართველოში. სკოლის შემდეგ არჩილი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიემგზავრება, რათა ტექნიკური მოდელირებისა და დიზაინის კაბინეტში ავიამოდელირების წრეზე ბედის ცადოს. ავიამოდელირების წრეზე არჩილს მისივე თანატოლები ხვდებიან, რომლებსაც ავიამოდელირების მეტნაკლები გამოცდილება გააჩნიათ. გამოგონებისა და ფრენის ჟინი კი ყველას ერთნაირი აქვს. სახში ვსწავლობ. თუ დრო მრჩება, გარეთ გავდივარ, მაგრამ მე მგონი დრო აღარ დამრჩება ყოველი დღე დაკავებული მაქვს. ხან ინგლისური, ხან შურვა. და ხანდახან ავიაინჟინერია, ყველაზე ძალიან კი ავიაინჟინერია მომწონს. სხვაგან დგომას და ესე დგომას და ჩამოდგომას მირჩევნია აქ რამე ვაკეთო. სახში მაინც ფიქრობენ, რომ ყველა ვაცდენ დროს. და ჯობს რამე სხვა პროფესია ავირჩია. მაგალითად ეკონომისტი, ან ექიმი, ან რამე მსგავსი. აი მუღამი ის არის, რომ აი შენ გააკეთებ, მერე ის გაფრინდება და მაგრად გაფრინდება. აი არის მუღამი. ეს უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო დეპარტამენტის ლაბორატორიებია. უფროს კლასელები აქ სულ სხვაგან დაფრინავენ. ბექა მიქაძე, გიორგი მარგიანი და ვახტანგ კონტრიძე ფუჭი ენერგიის ჰარვესტერ რეციკლერს 5 ერთში ამზადებენ. იდეაც და ხორცს შესხმაც მათი დამსახურებაა. ეს მოწყობილობა საბოლოო ჯამში დამზადდება ფუჭი ენერგიის ჰარვესტერ რეციკლერად. ის გარდაქმნის ზიდან წამოსულ სინათლეს ელექტრულ ენერგიად, რომელიც შემდეგ ადამიანისთვის გამოყენებადი იქნება. ასევე ის გვაძლევს თბილ წყალს ამ ზიდან წამოსული სითბოს გარდაქმნით და შეგვიძლია ის ვიხმაროთ Wi-Fi, TV და რადიო ანტენად. სკოლის მოსწავლეები პროექტებს სტუდენტების მხარდაჭერით ახორციელებენ. ქართველ ინჟინერთა და მეცნიერთა ასოციაციას 3 სკოლის 20-მდე მოსწავლეს
ორიგინალური იდეების ხორცშესხმასა და კონკურსებისთვის მომზადებაში ეხმარება. ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორია ამგვარი პროექტების ერთ-ერთი პოლიგონია. როდესაც ჩავაბარეთ სამეგრელოს უნივერსიტეტში, გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა უკვე სტუდენტური ორგანიზაცია. დავკავშირეთ განათლების სამინისტროს, ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, ურთიერთობა სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან, განათლების სამინისტროსთან, ილიანის ლაბორატორიასთან, ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიასთან და ამ ყველა ძალების გაერთიანებით ვცდილობთ ბავშვები, რომლებიც დღეს თქვენ ნახეთ, ჩავთოთ თანამედროვე ინოვაციური მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ის, რაც ქვეყნის სამომავლო სიძლიერეს გულისხმობს როგორც ტექნოლოგიურად, ისე ეკონომიკურად. ეს უთყავს ეს ყველაფერი აი რამდენი ხანი შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახლა სახუმაროდაც სცალიათ. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ფოიეში უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის მიღწევები გამოფინეს. რამდენიმე მათგანს შემკვეთი უკვე ჰყავს. რადიაციის რადარი მისი ავტორების თქმით სწრაფად და ზუსტად ადგენს რადიაციული დაბინძურების წყაროს. ეს მექანიკური დამლაგებელი კი როგორც ჩანს დასახულ ამოცანას თავს მშვენივრად ართმევს. ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი უსანეთაშვილი და მისი სტუდენტები აქ ამ ლაბორატორიაში ჯადოქრობენ. დაახლოებით ისე, როგორც ახლა, როდესაც ცეცხლით ლითონზე ჩვენი ტელეკომპანიის და გადაცემის ემბლემას კაწრავენ. გვპირდებიან, რომ სულ მალე ამ ხერხით ლითონზე იდეალური ორნამენტების დატანას შეძლებენ. ამ დროის დაკარგვის უფლება არ გვაქვს, ჩვენ მაქსიმალური ენერგია და მაქსიმალური ცოდნა უნდა ჩავდოთ ჩვენ მოზარდებში, იმიტომ რომ ხვალინდელი დღე ტექნოლოგიის გარეშე შეუძლებელია არსებობა და შეუძლებელია ცხოვრება. თვითონ მომავალი ჩაგვიყოლიებს ტექნოლოგიურ რთულ ცოდნაში და ჩაყოლას ჯობია რომ დავასწროთ და მომზადებული შევხვდეთ. დღის ბოლოს არჩილს სიურპრიზი მოვუწყვეთ და მამუკა სანაიას ოფისში დავპატიჟეთ. მისი ხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ყველაფერს ხელს კიდევდა, ყურადღებით ათვალიერებდა და მას პინძელს უამრავ შეკითხვას უსვამდა. ბავშვობიდან ვიყო ამით ვარ დაინტერესებული, იმიტომ მაინტერესებს ახლის შექმნა და გამოცდა. ყველაფრის გაატანა სიამოვნებაში, იმიტომ რომ იმუშავება საბოლოოდ მაინც შედეგის ნახვა გინდა. ამ შედეგს საბოლოოდ ისიამოვნა. არჩილის და მამუკა შეხვედრა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მოწყობილ ახალგაზრდა გამომგონებელთა გამოფენების დამსახურებაა. კვირეული 10 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლების მინისტრთან ერთად გახსნა. როგორც ჩანს, ისინიც კარგად გაერთნენ. კვირეულის სიმბოლოდ დმანიში აღმოჩენილი ჰომონიდების ზეზვას და მზიას სელფი იქცა. ზეზვა და მზია ერთი კვირით ძველ პოპულარობას აუცილებლად დაიბრუნებდნენ რომ არა ტერაქტები პარიზში. ადამიანების უგუნურობამ და სისასტიკემ გასულ კვირას მეცნიერება და განათლება კიდევ ერთხელ დაჭრდილა. ასეთი იყო ნოემბრის 20-30 GDS-ზე გრძელდება ყველაზე მუსიკალური შოუ გახთი ვარსკვლავი. მე მაგაცინცაძე ვარ და ორ შაბათამდე გემშვიდობებით დროებით.